ოფიციალური თბილისი რუსეთს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლას თავაზობს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი მეცხრეართან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო დერეფნის გახსნა, როგორც ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. მაშინ, როდესაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ხელისუფლების ახალ ინიციატივას კაპიტულიანტურს უწოდებენ, აფხაზეთზე გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას სამხრეთ კავკასიისათვის როგორც მნიშვნელოვანს ისე აფასებენ პოლიტოლოგები. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სარგებელს როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეებს მოუტანს. თავარი მაინც არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. და შესაბამისად ამ დონეზე თუ მიიქნა მიღებული გაწყვეტილება, რომ პოლიტიკის გარეშე მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს ვლაპარაკობთ, მე ღრმად წავს, რომ აფხაზური საზოგადოებას, აფხაზური მხარეც ჩართული იქნება ამ პროცესში. გვინდა დავაჯეროთ, რომ რკინიგზა აფხაზური საზოგადოების ინტერესებში იქნება. მინისტრი აცხადებს, რომ რკინიგზის გახსნა ეკონომიკური პროექტია და მოლაპარაკებებისას ქართული მხარე რუსეთის წინაპირობებს არ დათანხმდება. წამოვა აფხაზური მხრიდან პოლიტიკური წინაპირობა, წამოვა რუსეთის სახელმწიფოსგან პოლიტიკური წინაპირობა უკაცრავად. როგორც ამდღეს არ მუშაობდა, ისე ამდღეს კიდე არ იმუშავებს. და დასრულდება ლაპარაკი. აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის ინიციატივას დღეს ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია გამოეხმაურნენ. ეს ნიშნავს მოლაპარაკებიდან საერთაშორისო კომპონენტის გამოთიშვას. ეს ნიშნავს ოკუპანტთან ყველანაირ დათმობებს. ეს უკავშირდება როგორც რკინიგზის მიმართულებას, იმიტომ რომ აქ ეკონომიკური ეფექტი იქნება აბსოლუტურად ნოლის ტოლი ჩვენთვის. დღევანდელი ხელისუფლება კაპიტულიანტურ რეჟიმში მიდის დათმობიდან დათმობაზე. რკინიგზა ვინც არ უნდა ელაპარაკოს, რომ აღდგება, არ აღდგება, იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებით ანქვაბს გააჩნია პრინციპული პოზიცია ამათთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჭრილში მოხდება საქართველოსთან ურთიერთობა, ეს არის თუ საქართველო აღიარებს დამოუკიდებლობა და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ოფიციალური თბილისის ინიციატივას ეხმაურებიან სომხეთშიც. ერევნელი პოლიტოლოგი სერგეი მინასიანის განცხადებით, ამ სარკინიგზო დერეფნის აღდგენას სამხრეთ კავკასიისთვის დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. 20 წლის განმავლობაში უმოქმედო სარკინიგზო დერეფნის გახსნით სწორედ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, როგორც აფხაზები, ასევე ქართველები მოიგებენ. ყველა გათვლით ამ სარკინიგზო მონაკვეთის გახსნა ეკონომიკურად ხელსაყრელია როგორც სომხეთის, ასევე მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. ვფიქრობ, ამ საკითხზე თბილისთან მოლაპარაკებებისას რუსეთი რაიმე განსაკუთრებული წინაპირობების წამოყენებისგან თავს შეიკავებს. მოსკოვთან მოლაპარაკება ამ საკითხებზე უნდა მიმდინარეობდეს ისეთნაირად, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გავლენას მოახდენს ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. თბილისსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 20 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს შეწყდა.